I'm German homelos. I drink coffee and I know things. ბევრი ფიქრერა დამერქმია ახალი ვიდეოების ხაზისთვის, სახელი და გადავწყვიტე დამერქმია ფილოსოფიური სამკუთხედი. ახალი ალბომის პირველი ეპიზოდის თემა იქნება რატომ შეგქმნა ღმერთმა. რატომ? როცა სიღრმისეულად ფიქრს დაიწყებს ადამიანი, უჩნდება კითხვა რატომ? რატომ შეგქმნა ღმერთმა ჩვენ ადამიანები, ცხოველები, ბუნება, პლანეტები, ფიზიკური სამყარო? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი სამყარო, ორი სინამდვილე, სულიერი სამყარო და მატერიალური სამყარო. მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, თავად ქრისტიანებსაც კი და თვით სასულიერო პირებსაც კი არ სჯერათ, სწორი ნათქვამი იქნება არ სწამთ, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და სულიერი მარადიული სამყაროც ნამდვილად არსებობს. რასაც ვერ ხედავენ, ჰგონიათ, რომ არ არსებობს. თუ დაიჯერებენ იმას, რომ ეს სულიერი სამყარო და ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს, შემოქმედი თავის ანგელოზებთან და მართალსულებთან ერთად, მაშინ ეს ფიზიკური სამყარო რა საჭიროა იკითხავენ. რისთვის გაშექმნაო? თავად კითხვას რატომ შექმნა სიცოცხლე მარადილმა ღმერთმა, ამაზე პასუხს ამ ცხოვრებაში ვერ გავცემთ. შემდგომში შესაძლოა. ჩემი პირადი ფიქრებით სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან სიყვარული წარმოშობს სიყვარულს. სიცოცხლე წარმოშობს სიცოცხლეს და შემოქმედება წარმოშობს შემოქმედებას. სხვა ყველა ქმნილებას რომ ცოტა ხნით გვერდი ავუაროთ, რატომ ადამიანი და რატომ თავის ხატად, თავის მსგავსად? ალბათ იმიტომ, რომ კარგია სიცოცხლე და უნდოდა რომ სხვებიც ყოფილიყვნენ მასსავით ბედნიერები, თავისუფლები და მარადიულები. თავის მსგავსად შექმნა ადამიანი. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო სიტყვები და ყველაზე დიდი აზრის მატარებელი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა კითხვაზე პასუხი სწორედ ამ სიტყვებში იმალება. პირველ რიგში უნდა დავინახოთ და ვთქვათ, როგორია უფალი. ქრისტიანების ღმერთი როგორია? დანარჩენი ყველა ღმერთი არის ტყუილი და ზღაპარი. თავისუფალი, მარადიული, უპირობოდ კეთილი და ზეგონიერი. და მას სურდა, რომ ადამიანიც მისი მსგავსი ყოფილიყო. თუ გამოვაკლებთ იმ უნარს, რომ არაფრისგან სიცოცხლის შექმნა მხოლოდ მას შეუძლია. როგორია კიდევ ღმერთი? სულიერია, ცოცხალია, თავისუფალია, თავისი სამყარო აქვს და სურს, რომ ჩვენც მასთან ვიყოთ. მარადიულად. მაგრამ უყურეთ რა ხდება? მას სურს, რომ თავისუფალი იყოს ადამიანი, როგორც თავადაა. ღმერთს აძალებს ვინმე რამეს? გალიაში კეტავს? ზღუდავს? აზროვნების და ცოდნის დაგროვების უნარს უკრძალავს ვინმე? ვინმე აშანტაჟებს? ასე თუ არ მოიქცევი, ამას ვერ მიიღებო, ამას ეუბნება ვინმე, უბედავს ამას? არა, ხო? ზუსტად ეს სურს მას ჩვენთვის. ეს სურს ადამიანებისთვის არჩევანის ქონის საშუალება და აბსოლუტური თავისუფლება. თუნდაც ამ ნების ქონამ იგი დემონად და მტრად აქციოს. მაინც აძლევს ამას ადამიანს, რადგან სხვანაირად ადამიანი თავისუფალი და ღვთის მსგავსი იდეურად ვერ იქნება. კიდევ როგორია ღმერთი? თავისი სამყარო აქვს, ხო? უსასრულო, მარადიული სამყარო. აჰა, გამოდის, თუ ადამიანი მისი მსგავსი უნდა იყოს, ესე იგი მასაც უნდა ჰქონდეს უსასრულო სამყარო. მანაც უნდა იცხოვროს მარადიულად. აბა სხვანაირად როგორ გახდება ღმერთის მსგავსი? ესე იგი მასაც უნდა ჰქონდეს უსასრულო სამყარო. შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობით და სხეულით, რადგან განიცადოს ადამიანმა როგორია ჭეშმარიტი თავისუფლება და ნებელობა. ამიტომ ქმნის ღმერთი მატერიალურ სამყაროს ადამიანის აბსოლუტური სრული თავისუფლებისთვის. მაგრამ ჯერ რა ხდება? პირველქმნილი ადამიანები ჯერ თავისთან ჰყავს სულიერ სამყაროში
ცხოვრობენ სრულყოფილ გარემოში, თბილად, მყუდროდ, არაფერი ებრძვის, არაფერი აშინებს, საჭმელი აქვთ, სასმელი აქვთ, ვიზუალურ ესთეტიკური სიამოვნებისთვის ბუნება და ცხოველები ჰყავთ. არაფერი აქვთ საწუწუნო გარდა ერთი უმთავრესი თვისებისა. ეს არის საკუთარი თავის მართვის უნარი, რის გარეშეც ადამიანი სუსტი და ცდუნებებს აყოლილი საცოდავი ქმნილებაა. ღმერთი ასეთი არ არის. იმისთვის, რომ ეს გამოუცდელობა და სისუსტე დაამტკიცოს ადამიანისა ღმერთმა, მისთვის გამოცდას მოაწყობს. ეტყვის, რომ შენ თავისუფალი მინდა იყო. ადამიანი ეტყვის, თავისუფალი ვარ მე, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მაგრამ განაეგ არის თავისუფლება და რომ დაუმტკიცოს, რომ თავისუფლება არ არის ის, რომ შენ რასაც გინდა იმას გააკეთებ, ამისთვის მოუწყობს, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო მაგალითს უჩვენებს და ეუბნება, რომ არ შეჭამო ვაშლი. ეს პირობითად არ აქვს მნიშვნელობა, რას ეთქვა და ვაშლი არ შეჭამო თუ ორი ქვის ლოდი ერთად არ დაალაგო. რაღაცას სთხოვს, ადამიანი აძლევს პირობას, რომ არ გავაკეთებო და მალევე არ გოს ამ პირობას. ანუ საკუთარ თავს ვერ იმორჩილებს საკუთარი თავის მართვის უნარი, არ გააჩნია ჯერ ადამიანს დასაწყისში. მარტივად აღყვება ცდუნებას, რითაც მტკიცდება, რომ ადამიანი ღმერთის უმთავრეს თვისებას, რასაც ქართულ ენაზე აქვს იდეალური სიტყვა, უნაკლო სიტყვა, თავისუფალი, ადამიანს ეს თავისუფლება არ აქვს. ამით მტკიცდება ეს. ასე მარტივად და არსაიდან ვერ მიიღებს ამ თავისუფლებას, მისთვის ჯერ არ არის მზად ადამიანი. მან ეს უნარი უნდა გამოიმუშაოს. ოღონდ ესეც მისი არჩევანი უნდა იყოს. რადგან შეუზღუდავიანებაში ღმერთი, ესე იგი ადამიანის შეუზღუდავი უნდა იყოს არჩევანში. ძალით არ უნდა აკეთებდეს რამეს და თუ მოისურვებს, რომ ღმერთს დაემსგავსოს და ისწავლოს თავის მართვა, მასსავით სიყვარული, უპირობო სიყვარული, მოთმინება, პატიება, სიმშვიდე და ყველაფერი, რაც მთლიანობაში ამ თავისუფლებისგან გამომდინარეობს, ეს ყველაფერი რომ ისწავლოს, მატერიალური სამყაროდან გარდაიცვლება, გადაინაცვლებს, დაბრუნდება სულიერ სამყაროში უფალთან. და ამისთვის სჭირდება ფიზიკურ სამყაროში ცხოვრება. მაგრამ ეს ყველაფერი, რომ გარდაცვალებიდან მარადიულ სამყაროში გადავიდეს ადამიანი, უნდა მოხდეს ადამიანის ნებით, არჩევანით, რაც ძალდატანებით კი არა, აი ღმერთს უნდა აიღო ადამიანი და გადაიყვანა. აიღო, გადაიყვანა, ეგრე არა, ეგ აიქნება თავისუფლება. ყველაფერი უნდა მოხდეს ძალდატანების გარეშე, ადამიანის არჩევანით. რატომ შექმნა ღმერთმა? რადგან სიყვარული წარმოშობს სიყვარულს. შემოქმედება წარმოშობს შემოქმედებას.